ხელისუფლება იმდენად გაუწონასწორებელი და არაადეკვატური იყოს, რამდენადაც ეს არის საქართველოში. მაგრამ თვითონ რომ არჩევნებზე ლაპარაკობენ დილიდან საღამომდე. სააკაშვილი ერთ დღეს რომ ბიზნესმენებს ხვდება, მეორე დღეს მშენებლებს, მესამე დღეს მეციტრუსეებს, მეოთხე დღეს ბანკირებს, მეხუთე დღეს პედაგოგებს, ინდაურების დარიგება რომ დაიწყო და ფაეტონში რომ დაიწყო ხალხის დაპატიჟება იმ ხალხის, ვისაც ჩარეცხილებს და უნიტაზებს შხატავდა და ხელამბავში იყო. ეს რას ნიშნავს? კლიპების შეკვეთები რო აქვს უკვე მიცემული და კლიპებს რო ამზადებენ, საარჩევნო კლიპებს რო ამზადებენ, ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს სამუშაო ადგილზე იმ დღეს გიგაბოკერია ლაპარაკობდა სამუშაო ადგილზე და მაშინ უკვე ნამდვილად ბეჭედი იყო დასმული იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი არჩევნებს იწყებენ და მათი სამუშაო ადგილით საჭირო არის. ბატონ დავით, ეხლა ამათ ეშმაკობა რაშია, რომ მოდი ამათ ვილაპარაკონ ხელისუფლების ცვლილებაზე და ჩვენ ვილაპარაკოთ საქმეზე. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ერთხელ ნახეთ თქვენი საქმე, რაც არის ლაპარაკის ნაცვლად. თქვენი საქმე არის დაკარგული დიდი და პატარა ლიახვის ხეობები, ფრონეს ხეობა, დაკარგული კოდორი, დაკარგული ახალგორის რაიონი. და ეს არის თქვენი საქმე და 50,000 დევნილი და ქოხმახები აშენებული, რომელშიც შეყარეთ ეს დევნილები კიდე საბრალოები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს იცავდნენ, ქართულ ჯიშს იცავდნენ, ქართულ ვაჟკაცობის მაგალითს აჩვენებდნენ, ამდენი ხნიანი კონფლიქტის განმავლობაში ის ადამიანები შეყარეთ იქ და ეს რას ნიშნავს? იცი, ეს იმდენად დამამცირებელია ჩემთვის იმ სახლების დანახვა. ამას არ ჯობდა ბატონ დავით, რომ ეყიდათ სადმე გორის რაიონში, ქარელის რაიონში, სხვა რაიონებში ეყიდათ მიწოვებული სახლები გავსებული იქაურობა. იქ ჩაუშენეს ეს სახლები და ამით რას ამობენ, იცი? დევნილებს ეუბნებიან, თქვენ დაივიწყეთ ახლა ქურთაში, ავნებში და ერევში და ერგნეთში და იმაში რომ გქონდათ სახლები. ესენი დაივიწყეთ და აგერ აი თქვენი სახლი იქნება დღეს ამას იქით ეს. ეუბნებიან ამას. მთელი უცხოეთის თვალწინ, ესე იგი ჩვენ ახლა ვართ, რომ რა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულები არიან დევნილები. პრობლემა მოგვარებულია, დამთავრდა უკვე პრობლემა. ანუ არც უნდა გავიხედოთ იქეთ, საიდანაც ეს ტერიტორიების დაცლა მოხდა. ეს ნაძირლობა გააკეთეს კიდე პლუს ამას ყველაფერი და იმას თუ გაითვალისწინებ, რომ ის სოფელი სადაც ააშენეს, ჯერ ერთი ბატონ დავით. ან სოფელში არ არიან ნამყოფი. ან არიციან სოფელი რომ სად უნდა აშენდეს რომ ტრიალ მინდორზე, სადაც არის წყალია, სადაც არის ხრიოკი, სადაც ზაფხულში ალბათ ნორმალური ადამიანი ვერ გაჩერდება იმ ფარღალალა კედლებში და როგორ შეიძლება იქ სოფლების აშენება და ეს და ამითი ამაყობენ, გამოდის ის მაგათი ვითომ ოპოზიცია და აი ხედავთო ხელისუფლება რამდენს აკეთებს დევნილებისთვისო ესეთი ხელისუფლება და ესეთი გაკეთებული საქმე და ეს არის მათი საქმე ლაპარაკის ნაცვლად. სამუშაო ადგილებიც ექნება ჩვენს მოსახლეობას. პენსიებიც ღირსეული ექნება, ანაბრებით დაუბრუნდება. ესე იგი, მცირე იმიან კრედიტებსაც მიიღებენ, საშუალო ფენაც ჩამოყალიბდება, ქართულ გლეხს პროტექციონისტული პოლიტიკა ექნება და აქ თურქული და ისინი, რა ქვია, იაპონური ხახვი და კარტოფილი არ შემოვა ამ ქვეყანაში და ქართული გლეხი ამით გაიხარებს. მევენახეებსაც ღირსეული ცხოვრება ექნება და არა 2000 ლარს მიცემენ, რომ თავის ხელით ვენახე აჩექინონ, ყველაფერი ოღონდ ეს პრობლემები მოგვარდება მას შემდეგ, რაც ერთი კონკრეტული სერიოზული პრობლემა უნდა მოგვარდეს. ეს პრობლემა და კონკრეტული სერიოზული პრობლემის მოგვარება, ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიბრძანება ჯერ ხელისუფლებიდან და მერე სხვა ადგილას მიბრძანება, ამ სხვა ადგილას მიბრძანების უზრუნველყოფაზე მე ვიმუშავებ აუცილებლად, როდესაც ეს პროცესები დაიწყება, მე ამის პირობებს. ახლა შემოძვია, დიდი მადლობა, მოდი ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ და მე გავაგრძელოთ საუბარი რეკლამაში შესაძლებელი. მაგალითად ახლა მგზავნილი მოდიოდა რომ ამ სიებით როგორ შეიძლება არჩევნების მოლოდინიო ისე გაყალბდება სიებში ყოფილა დიდი პრობლემა და საერთოდ საარჩევნო სისტემაზე რას ფიქრობთ არ გიფიქრიათ რომ აი პირველ რიგში ეს საყოველთაო რაღაცა ისეთი გამოყრუებელი რეზონანსული მოთხოვნები დაგეყენებინათ რომ ეს სისტემა საარჩევნო სისტემა იქნას ძირეულად შეცვლილი. ბატონ დავით, პარალელურ რეჟიმში ეგ მუშაობა მიმდინარეობს. კონსერვატიულ პარტიას დადებული აქვს უკვე საარჩევნო კოდექსში, რა ცვლილებები უნდა გახორციელდეს ეს ვარიანტი. ეს არის შექმნილი არის. საუბარი დიდვაში, ბატონ ზუიად მინდა რომ დინამიური საუბარი ქონდეს. ესეთი განცხადებები მე მახსოვს შარშანაც კეთდებოდა ნოემბრის ბოლოს. მაგრამ ვერ მიაქცია მაშინ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ძალამ და ერთადაც კი აი ამას უპირობოდ აი საარჩევნო სისტემის გაკეთილშობილებას დრო და ენერგია. გადახედით პირდაპირ საარჩევნო რეჟიმში. მაშინ სხვაგვარად გეცე. ეხლაც იგივე სიტუაცია. ეხლაც თქვენ თავად ბრძანეთ რომ კლიპებს ამზადებს რომ გუნდიო, ხო? მოხდება უცბად დაფიქსირდება და
გიჭირდება. ჩვენ უნდა მივახციოთ სააკაშვილის გადაყენებას, ბატონ დავით. შემდეგ საარჩევნო კოდექსის თემები, მერაბიშვილის ჩართულობის თემა, ბიუჯეტის ფულის გამოყენების თემა, ადამიანების მოსყიდვისა და დაშინების თემა, გამგებლებისა და მერების ჩართვის თემა. არჩევნებში ეს თავისთავად იქნება მოგვარებული. ჩვენ გარწმუნებთ, რომ ამის შემდეგ მთლიანად მოხდება შეცვლა ფსიქოლოგიური სიტუაციის ქვეყანაში, ვერავით არის გაყალბების შემძლე ეს ხელისუფლება არ არის. მე მთელი ფაქტიურად პირველი ბლოკის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდი, რამ ხარდაჭერა ქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, იგივე ის EUTOS დასკვნაც და სხვა ორგანიზაციების დასკვნაც უნდა გითხრათ ოპერატიულად არასდროს არ იდება. როდესაც თავდება ეს არჩევნები, ერთი თვის მერე და ორი თვის მერე იდება არჩევნების შედეგების შემაჯამებელი და შემფასებელი დოკუმენტები და ეს ფაქტიურად არის ძალიან დაგვიანებული პოლიტიკური პროცესებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ და უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, ბატონ დავით, ეხლა როცა ნაკლოვანებებზე შარშანდელი წლის ვლაპარაკობ. მე ვარ ოპტიმისტი, ძვირფასო თელემაყურებლებო და ამიტომ ოპტიმისტურად მინდა შეხედოთ თქვენს ამ ამბავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გქონდა ფული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერის ნაკლებობა ვგრძნობდით და ეს საერთაშორისო მხარდაჭერა ცალსახად გქონდა სააკაშვილს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალოვანი სტრუქტურები იყო სააკაშვილის მხარეს, ადმინისტრაციული რესურსი, მერები, გამგებლები, რა ვიცი, თუ კი ვინმე ყავს, სადმე, ტენდერებში გამარჯვებული ტიპების ჩათვლით, სულ ყველანი, ესე იგი, ეხმარებოდნენ ჩემო ბატონო ამას და უკან არ დაგვიხევია და ძალიან ცოტა დაგვაკტა, რომ ეს ხელისუფლება შეგვეცვალა ჯერ კიდევ შარშან. უკან არ დაგვიხევია და მე ვფიქრობ, რომ ეს შეუპოვრობა არის სწორედ საფუძველი იმისი, რომ ჩვენ კიდევ აუცილებლად ვიბრძოლებთ და გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ და მივიყვანთ საქმეს ბოლომდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე მინდა გითხრათ ყველა ბრძოლაში. ვაშკაცსა, გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო ქართველ კაცს უთქვა. ეგეც არის, ახლა მაყურებელი გვეკამათება, რომ კარიგოლა გაიყვანებს ხენი და არა ნეირონმა ასეთი უკნი აღმეს და არც მეორე და არც მესამე, მოდი ჩვენ მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში. გისმენთ, დიახ, ეთერში ხართ? საღამომშვიდობისა ბატონო დავით, მივესალმებით ბატონო ზვიად. მოგესალმებით, შემოკარგო. ბატონო დავით, უკაცრავად ვიწყებ ხოლმე იმითი, რასაც უსმენ მთელი დღის განმავლობაში. ბატონო, რას უსმენთ დღეს? ვახოთანაიასთან გუშინ იმედის ქრონიკაში ვინმე ზოდელავა იყო, არ ვიცი მისი სახელი. მას დაუსვეს შეკითხვა ასეთი, რა სამოქმედო გეგმა არისო? და ხალხს ეს ბრუნვაო ამ კრიზის პერიოდშიო. 2003 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვიცით მათი სლოგანები. საქართველოს სიღარიბის გარეშე საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ხო? ეს უკვე ძალიან დაგვიანებულია მათი მხრიდან, მე ასე მეჩვენება, რადგანაც ჯერ ეს ერთი გადავხედოთ, თუ კი რომელიმე ხელისუფლებაში მყოფი მინისტრის ან მათი ქვემდგომი თანამშრომლების ქონებრივ დეკლარაციას გვაჩვენებენ, ყველაფერი გადაფორმებულია მშობლებზე, მათი მშობლების მშობლებზე, ცოლების მშობლებზე, სიდედრებზე, სიმამრებზე და ასე შემდეგ. მაგრამ არც ერთის ამ მშობლების გვარები მე არ მახსოვს მილიონერთა და მილიარდერთა სიაში როდისმე გამოქვეყნებულიყო კომუნისტების პერიოდში. არასოდეს არ მახსოვს. საიდან იშოვეს ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ესეთი ქონება? ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება იმას, რომ 6 თვითო გუშინ იზახდა ეს ზოდელავა. 6 თვე გაგვიჭირდებაო და ხალხიო ალბათო მასობრივათო იქნებაო ხალხის გაშვებაო, რაც უკვე დიდი ხანია დაწყებულია. რა არის ეს 6 თვე? ეს ხალხი არ ქმნის არაფერს თავის სამუშაო ადგილებზე, მუქცად იღებენ ხელფასებს, რატო უშვებენ 6 თვით? მერე მიიღონ ახლები? მერე დაიწყოს ამაზე ფულის გადახარჯვა, რომ აი ამათი მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, ერთი, მეორე, 1000 ფულადი საქწნები ამაზე დასახარჯი. რატო უშვებენ 6 თვე, ვერ გაუჩერებიათ ხალხი? მილიონობით ხალხს უშვებენ, როგორ შეიძლება ესე? მათ უკან ყველას უკან ოჯახები დგას. მე რაღაც თქვა ვანო ზოდელავა. არაფერი არ უცია, რომ 6 თვე დაგვიჭირდებაო და მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნებაო. ისე გაუხრებათ მაგათ ცხვირი. კარგი, ბატონო, დიდი მადლობა, საინტერესო მიგენიშნიათ და შეგენიშნიათ. ბატონო ზვიად. ხო, ისე ურცხვად ამბობენ, ეხლა 6 თვე გაგვიჭირდებაო. 6 თვე არ გაგიჭირდება თქვენ ბატონებო, პასუხისმგებლები ვინც ახართ? თქვენ გაგიჭირდებათ ზოგს 10 წელი, ზოგს 12, ზოგს 15, ზოგს 7, ზოგს 3.